იყო გეგმა თითქოს და ამისთვის გამოიყო კიდე წლის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ შევძლებთ იმას, სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სადმე სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის ჭავჭავაძის გამზირზე, რომ 2025 წელს შევხვდეთ საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით. 2025 წელი დადგა და გაირკვა, რომ ქართულმა ოცნებამ თეო წულუკიანის პირით, ისე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც მოგვატყუა. 87 წლიანი ისტორიის მქონე სასწავლებელი ჭავჭავაძის გამზირზე არ არის და აღარც იქნება. წულუკიანის პრინციპულობა ქარს ოცნების კარის ბიზნესმენის ნოშიკო ნამორაძის გავლენებმა გაატანა. რაღაც კი არ არის საჭირო და მაგის გულისთვის თავი ქონდა გადაგდებული და ვომობდით, უნდა აშენდეს. ჯემალძაგანია სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეა. მისთვის ჯერ არავის უთქვამს, რომ შენობა, რომლის მშენებლობის დასრულებასაც წლის ბოლოს ელოდებოდა, არათუ არ შენდება, ჭავჭავაძის გამზირზე აღარც აშენდება. ჩვენ ეს მივიღეთ სულ რაღაცა ახლობით 3-4 კვირის წინ, ანუ ერთი თვეც არ არის ალბათ. ეს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, რომ მოხდეს. ეხლა სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა, ვაკიდან გადასვლა თქვა დიღომში არ არის, მაგრამ ეს არის ამბავი იმაზე, რა სარგებელს იღებენ ივანიშვილის კარის ბიზნესმენები რეჟიმის უპირობო მხარდაჭერით და როგორ არის მზად ქართული ოცნება, მათივე ლიდერები მატყუარებად აქციოს, თუ ეს ოლიგარქის გარემოცვის მდიდარ წევრებს კიდევ უფრო დიდი ფულის საშოვნელად დასჭირდებათ. დაუპირისპირდებით ნოშროვან ნამორაძეს? თქვენ მაქეთკენ მიყავთ, თქვენი მიზანი ეგ არის, რომ მისი ვალდებულებაა. ნოშროვან ნამორაძის სასახელი და გვარი რო იყოს, მაგასაც გითხავდით. გელოდებით მას შემდეგ, როცა ეს საკითხი ხდება. ძალიან მაინტერესებს, შეძლებთ თუ არა წინააღმდეგობის გაწევა. თბილისის საკრებულოში უკვე შევიდა ჭავჭავაძის გამზირის 59 ნომრის განაშენიანების რეგულირების შეცვლილი გეგმა. სპორტის უნივერსიტეტის შენობა გაქრა. სართულები, რომელიც უნივერსიტეტის შენობისთვის იყო განკუთვნილი, ნოშრევან ნამორაძემ ცათამბჯენს დაამატა და ბინებად გაყიდის. უნივერსიტეტის ადგილას კი პადელის კორტებს ააშენებს. სპორტის უნივერსიტეტზე მინდა გკითხოთ. გავიგეთ, მიპასუხეთ და მე გაიქეცით. სავალდებული ვარ, გიპა ვალი. უკაცრავად, ნოშიკო ნამორაძე რომ აღარ აშენებს სპორტის უნივერსიტეტს, თქვენ საქმე ვნახეთ, საქმეზე გეკითხებით. ვერ უპირისპირდებით ნამორაძეს, ბატონ შავა? ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენზე არ შეგიძლიათ არაფრის თქმა? ივანიშვილის მთავრობის ფავორიტი ბიზნესმენის წინააღმდეგ ხმის ამოღებას საკრებულოს დეპუტატები ვერ ბედავენ. წინასწარვე გასაგებია, რომ განაშენიანების გეგმაში ნოშიკო ნამორაძის კიდევ უფრო გამდიდრების მიზნით შეტანილ ცვლილებებს შალვა ოგგაიძე და სხვა მეოცნებეები მხარს უსიტყვოდ დაუჭერენ. მთავრობაზე გადის თებერვალში, როგორც მე ვიცი. ვაკეში სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 93 მილიონ ლარად აქვს შეფასებული. 2022 წლის 8 დეკემბერს ქონების მართვის სააგენტომ კი პირობიანი აუქციონის გზით ნოშიკო ნამორაძის კომპანიას ეს ფართობი 11 მილიონად 82 მილიონიანი ფასდაკლებით მიყიდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლეს, რომ სანაცვლოდ ამავე მისამართზე 2025 წლის ბოლომდე ნოშროვან ნამორაძე სპორტის უნივერსიტეტს ააშენებდა, გაარემონტებდა და საჭირო ინფრასტრუქტურასაც მოუწყობდა. ბატონო ირაკლი, უნდა გაიპაროთ? არალეგიტიმური პრემიერი გარბის. მას არც მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის მოსმენა შეუძლია და არ ჩვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ბატონო ირაკლი, იპარებით აქედან? ნოშრევან ნამორაძემ ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის ბოლომდე სპორტის უნივერსიტეტის აშენების მისი კეთილმოწყობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე აიღო. ეს ვალდებულება მას ისევ მთავრობამ უნდა მოუხსნას ან ჩაუნაცვლოს, მაგრამ ისე რომ კობახიძეს ჯერ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, კალაძემ განაშენიანების გეგმის შეცვლილი ვერსია საკრებულოში დასამტკიცებლად მაინც გადააგზავნა. რატომ შეიცვალა გეგმები? რატომ აღარ იქნება სპორტის? უკაცრავად შეიძლება რომ არ მეჭიდაო სპორტის უნივერსიტეტი, ხო შეიცვალა, აღარ იქნება იქ სადაც უნდა აშენებული იყო. ნოშიკო ნამორაძე რასაც აშენებს ქუჩის გადაღმა, თქვენი განკარგულება არის 25 დეკემბრის. ვალდებულების შესასრულებლად მიცემული ვადა ნამორაძეს 10 თვეში ეწურებოდა. თუმცა კალაძემ 2024 წლის 25 დეკემბერს გამოსცა დადგენილება, რომლითაც ვაკეში სპორტის უნივერსიტეტის შენობა სრულად გააქრო. ანუ გააქრო ნაგებობა, რომლის ასაშენებლადაც ნოშრევან ნამორაძეს ჭავჭავაძის 59 ნომერში 26 მილიონ 128,219 ლარი უნდა დაეხარჯა. მიზანში ვარ დამაჯდა სიკვდილის გუზი.
ნოშრევან ნამორაძემ და ოცნებაში მისმა ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ ჭავჭავაძეზე 7200 კვადრატული მეტრი მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე 1938 წელს დაფუძნებულ სპორტის უნივერსიტეტს. იქ სადაც უნივერსიტეტის შენობა უნდა აშენებულიყო, იქნება სპორტული ინფრასტრუქტურა, უნივერსიტეტიც რაც შეეხება განთავსდება იმ შენობაში, რომელიც არის ყველაზე მაღალი. რომელი ბატონო, იქ საცხოვრებელი корпуსი არ შენდება უკაცრავად. გვარი ერთი კომპლექსი, რომელიც არის მულტიფუნქციური, სადაც იქნება სასტუმრო, საცხოვრებელი ბინები, იმავე корпуსში იქნება უნივერსიტეტის პირველი სართულები. ეს რანაირად ბატონო კახა? კახაკალაძე ან ტყუის, ან მისი და ნამორაძის ზრახვების შესახებ ჯერ სხვებისთვის არაფერი უთქვამს. მათ შორის არც სპორტის მინისტრისთვის, რომელიც უნივერსიტეტის ვაკიდან დიღომში გადატანის აუცილებლობაზე დიდხანს და მონდომებით გვესაუბრა. ჩვენ სპორტის სამინისტრო მთავრობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო სპორტის ქალაქი იყოს შექმნილი. ამ ეტაპზე კონცეფტის სახით მისაზღვრება, რომ დიღომში აშენდეს. ახლა ვრეკავთ ირაკლი ყობახიძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ნოშრევან ნამორაძის დეველოპერულ კომპანიაში. რეჟიმის მადიდებელი ბიზნესმენის კომპანიის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ ყველაფერი, მარტივ კითხვებზე პასუხის გარდა. თქვენ მართლა ვერსად ელემენტარულ გადაცნობას ვერ იბარებთ? არაფერს არ ვეძებ. მანანიკო, კითხვა მაქვს უბრალოდ. სპორტის უნივერსიტეტი აშენდება თუ არა? ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. არც ამ ქვეყნის მოქალაქე არ იხარია. რა უნდა მიხაროდეს? ნოშკო ნამორაძე რო ცათამბჯენს ააშენებს, მე რატომ უნდა მიხაროდეს? ცათამბჯენიანი ინვესტიცია არ არის, ეკონომიკაში თანხა არ ნახეთ, ჩემი რეპორტაჟი არის იმაზე, ამის სანაცვლოდ რომ უნდა აშენებულიყო სპორტის უნივერსიტეტი. უნდა იყოთ კმაყოფილი. რატომ არ აშუქებთ მის კარგ საქმეებს? რომელ კარგ საქმეებს? ვითარებას რო ეხმარება და ეს თქვენზეც რო აისახება და ნებისმიერ რომელ განვითარებას ეხმარება? რატომ არ აშუქებთ? 93 მილიონად შეფასებული მიწაროთ, 11 მილიონად მისცეს, მაგას გულისხმობ? სატელეფონო კავშირზეა ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის გერი, მანანა ხურციძე. კომპანიის სახელით ის გვესაუბრებოდა. ბოლოს ისიც გითხრა, რომ ჩვენი დილა ბატონ ნოშრევანზე ფიქრით იწყება, მაგრამ იმაზე მაინც არ გვეპასუხა, სად იქნებოდა სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მათ 10 თვეში უნდა ჩაებარებინათ. რატომ არ მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას პროექტებთან დაკავშირებით, მაგასაც აგიხსნით. ეხლა აპირებდით მოწოდებას და გადაიფიქრეთ? პირდაპირ მოტივირებული მხოლოდ ერთ რამეზე, ქალბატონო მაგა, თქვენ და თქვენი ტელევიზია, რომ ხალხში აგოს ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი. კეთილსინდისიერი ბიზნესმენი ნოშკო ნამორაძე. გიწერიათ ეს სადმე? მე როგორც წარმომადგენელი ვარ ჰოლდინგის, ანუ არ მაქვს თქვენს წინაშე არანაირი ვალდებულება, რომ გაგცეთ. რატო დამირეკეთ აბა? და საუბარს. ვინმე კარნახობთ თუ ვერ გავიგეთ, ან ორი ხმა მესმის. საკმარისზე მეტი გესაუბრეთ. ჩემთვის არ გიპასუხეთ. აშენდება უნივერსიტეტი მიპასუხეთ? ესეთი კითხვები ინტრიგნული შეგიძლიათ დაუშვათ. ინტრიგნული, რას ქვია? მთავრობის დადგენილება არსებობს, მანანიკო. ანუ უნივერსიტეტს აშენებენ თუ არა ვერ მეუბნებით? დაამთავრეთ ტექსტის ჩაკითხვა? მანანა ხურციძე გადაცემის ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრე ისევ დაგვიკავშირდა. ამჯერად გადაწყვიტა დაედასტურებინა, რომ სპორტის უნივერსიტეტი ვაკეში ნამდვილად აღარ აშენდება და ბინას დიდ დიღომში დაიდებს, რაც სრულად ეწინააღმდეგება კახიკალაძის გაჟღერებულ ვერსიას. გვარი ერთი კომპლექსი, რომელიც არის მულტიფუნქციური, სადაც იქნება სასტუმრო, საცხოვრებელი ბინები, იმავე корпуსში იქნება უნივერსიტეტის პირველი სართულები. ამას გარდა მანანიკო ხურციძისვე ინფორმაციით, მიწა, სადაც ქალაქ გარეთ ვაკიდან გასახლებული უნივერსიტეტი აშენდება, სახელმწიფოს ეკუთვნის. ანუ ნამორაძეს ვაკეში 7200 კვადრატული მეტრი დარჩა. სახელმწიფომ უნივერსიტეტისთვის კი ახალი მიწა გამოყო. ეს რა თქმა უნდა მისთვის დამატებითი მოგებაა. ვაკეში კვადრატული მეტრი მიწის ფასი უძვირესია. ჩემთან მოგიყვები რა იყო? 12 წელი დაისვენა ქვეყანა. ამ ინტერვიუში ნოშრევან ნამორაძე ქართული ოცნებისთვის ერთგულების დემონსტრირებას ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ცდილობს. ეს 23 დეკემბერია. ხელისუფლების წყალობა ამ დროს ნამორაძეს ყველაზე მეტად სჭირდება. რადგან ერთი კვირით ადრე 17 დეკემბერს მას თბილისის მერიისთვის პროექტის ცვლილების მოთხოვნით უკვე მიმართული აქვს. ამ მიმართვით ნამორაძე სპორტის უნივერსიტეტის გაქრობას ითხოვს. ზუსტად 2 დღეში 19 დეკემბერს მერიამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ნამორაძის სურვილის შესახებ მისწერა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბჭო მოიცალა და კარის ბიზნესმენის სურვილების დასაკმაყოფილებლად იმ დღესვე შეიკრიბა. ყველა არის წყნარა, ჩვიდად, არავის არ აწიო. 4 დღეში 23 დეკემბერს ივანიშვილის რეჟიმს ნამორაძემ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ხალხს დაუპირისპირდა.
აწიოკება გიდან ქვეყნიც არ გამოგიდა. ამის შემდეგ ჩაერთო 25 დეკემბერს საქმეში კახა გალაძე. მან საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, რომ სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად ნოშრევა ნამორაძე ღია პადელის მოედნებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს ააშენებდა. კალაძე ისე ჩქარობდა, რომ საკუთარი განკარგულება საკრებულოში იმავე დღეს გადააგზავნა. დედაქალაქის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს სპორტის უნივერსიტეტის გაქრობის დაკანონება ისე მოსთხოვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნამორაძის კომპანიისთვის ნაკისრი ვალდებულებები მოხსნილი არ ქონია. მე ხო ვერ განვიხილავ, როცა ვალდებულება. ანუ მაგიტომ არ განიხილავთ, სწორად გავიგე? კი, რა თქმა უნდა. ანუ ეკონომიკის სამინისტრომ არ მოუხსნა, მაგას მეუბნებით და ისე შემოვიდა ეს ცვლილება სპორტის უნივერსიტეტის გარეშე, სწორად გავიგე? და რატო არ ვიხილავთ ახალ გეგმას? არ ვიცი, გეკითხები, თქვენ მაგიტომ გეკითხები. შესაბამისად, იმიტომ რომ ის ვალდებულება არის ძალაში. შაბათის ეთერის დაინტერესების შემდეგ სახელმწიფო მანქანა სავარაუდოდ შეეცდება ყველა საკითხი პროცედურულად გამართოს. ანუ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ნამორაძისთვის ვალდებულების მოხსნა ოფიციალურად გააფორმოს და საბოლოოდ საკრებულოს ერთპარტიულ შემადგენლობას დაამტკიცებინოს. ნოშრევა ნამორაძე აშენებს მას რა ვალდებულებებიც არა. შესაბამისად. არა, საკრებულოს თავმჯდომარემ დამიდასტურა და თქვენ მეუბნებით რომ არაფერს სიმართლეს არასდროს თქვენ არ ამბობთ. ავთანდილ ცინცაძე სამბოს 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონი და სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია. ოცნების დეპუტატობამდე მისი ცხოვრება მხოლოდ სპორტს უკავშირდებოდა და სპორტის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე კითხვებიც მას სწორედ ამიტომ დაუსვით. ნოშრევა ნამორაძე ცინცაძისთვის ოცნების სხვა დეპუტატების მსგავსად ხელშეუხებელი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ წონასწორობა დააკარგვინა. ქართული ხალხი გადაწყვეტს, რომელმაც გადაწყვეტა და მიგიჩინოთ თქვენი არის. ბატონო ალთო, რაღაცა გეშლებათ ან ვიღაცაში გეშლებით. არ მივიჩინო. ჩემი ადგილი რა არის? შემთხვევით თქვენმა ზონდარ ბრიგადებმა რომ ცემეს მაგას ხო არ ჩვენ ზონდარ ბრიგადები არ ყავთ, რატომ არ გამოიძიეს თქვენმა ხელისუფლებამ ჩემი ცემა? გამოიძიებს ყველა იმ დანაშაულს, რომელიც თქვენ ჩავიდინეთ. მე ჩავიდინე დანაშაული. მე და ჩემი ოპერატორი კინა გამოუყლეს. რატომ არ გამოიძია თქვენმა ხელისუფლებამ? და თქვენმა ხელისუფლებამ რატომ არ გამოიძიათ? მივიღეთ უკვე. კიდე გამოვიხოცეთ. კიდე მივიღეთ. მიიღებთ ყველა თქვენ დანაშაულზე პასუხსახით და დანაშაული ჩავიდინე, შეგიძლიათ მითხრა? ხელისუფლებამ ძალიან ბევრი. ხელისუფლებამ უკაცრავად. ვისაც თქვენ წარმოადგენთ? ისე საუბრებით, გეშლებათ რაღაცა ბატონო. ვისაც თქვენ წარმოადგენთ? და თქვენმა ხელისუფლებამ მე კინა გამომკლა, იცით? ვიტყუებთ. ვიტყუებთ? რა შუაში ხელისუფლება? რა შუაში ხელისუფლება? თუ არაფერ შუაში არ არის, რატომ არ დასაჯეს? ვინ? ორი თვე ვერ გამოიძიეს უვარგისი შინაგანი და სამინისტროა? არა, უვარგისი მოიკითხეთ თქვენს კეთს. გაპოლიტიკოსებული სპორტსმენის მდგომარეობიდან გამოყვანა მისმა ახლად გადადეპუტატებულმა მეგობარმა კოლეგამ სცადა. ასე გავიცანით თათია ჩახვაშვილი. თქვენმა კოლეგამ მითხრა ქართული ოცნებიდან ახლა რომ მე ღირსი ვიყავი რაც დამემართა. თქვენც ასე ფიქრობთ რომ ღირსი ვიყავი რაც დამემართა? მე არ ვიცი თქვენ რა დაგა. არ იცით? კისერს მგრეხდნენ, ნახეთ ჩემი ოპერატორი ცემაში კინა გამოკლეს და ღირსი ვიყავი გეკითხებით. არ იცით? არ იცით ღირსი? არის კადრები არ გინახავთ? გინდათ განახოთ? ერთი წამით გაჩვენებთ რა. არ გცალიათ? ძალიან დიდი ბოდიში. აი ეს ჩემი ოპერატორია, რომელსაც ურტყამენ, ნახეთ? სამწუხაროა. სამწუხაროა? ღირსი ვიყავით თქვენი აზრით? ესეც მე ვარ, ნახეთ რას მიშვებიან? ნახეთ. კი მახსოვს. გახსოვთ ხო? ღირსი ვიყავი? ალბათ არა მგონია რომ რამე ისეთი. ხო, და თქვენმა კოლეგამ ზუსტად ეგ მითხრა. ჩემი კოლეგა ადეკვატური პასუხი გაკეთა. ადეკვატური. დემაგოგიაზე და რაღაცა. ჩემი იყო დემაგოგი. რა ბოდვებზე უკაცრავად. არ მხერხულია თქვენ ამდენ დროს რომ გავიგოთ. ჩემი აზრით თქვენ შემოხვედით ჩემს კადრში, საერთოდ არ გიცნობთ ვინ ხართ. ანუ თქვენი კადრები ბოდიში. ბატონო ჩვენს ყველა კომუნიკაციას ადმინისტრაციულ ორგანოში რამდენიმე ადამიანი ფირზე აღბეჭდავდა. მაგალითად, ჩემი და ქალბატონი თათიას საუბარს საკრებულოში დასაქმებული ანინე მელაშვილი იღებდა. ფერატომ იღებთ უკაცრავად. ანინესგან განსხვავებით, პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი ქეთა მიქელაძე ხვდება, რომ ჟურნალისტების თვალთვალი და ფარული გადაღება მისი მოვალეობა არ არის. ამიტომ ცდილობს პარტიული დავალება შენიღბულად შეასრულოს. საკრებულოში დასაქმებულ პარტ-აქტივს ტელეფონებით მობილიზება კიდევ ერთხელ მოუწევთ მაშინ, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ნოშრევა ნამორაძის კიდევ უფრო გამდიდრების გადაწყვეტილებას ოცნება ხმას მისცემს. ავთანდილ ცინცაძე მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე იქნება. მიზეზები მარტივად გამოვარკვიეთ. ცინცაძის ცოლი ლანა მორგოშია იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ცინცაძის სიმამრი კი 2023 წელს დაფუძნებული ორი კომპანიის საშუალებით დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობითაა დაკავებული. ცინცაძეს მამა ტარიელი იმ ფედერაციაში ყავს დირექტორად გაფორმებული, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო.
აუქციონზე გაყიდული მიწის ნაკვეთი. გადახდილია თუ არა ამის საჯაროდ მენახვა შემიძლია? რა სარგებელი მიიღო ნოშრევან ნამორაძემ სპორტის სამინისტროს ვაკიდან გაქრობით. პასუხი მარტივია და დოკუმენტებით დასტურდება. თითქმის 100 წლიანი ისტორიის მქონე სასწავლებლის ჭავჭავაძის გამზირიდან აორთქლების სანაცვლოდ საკუთარ ცათამბჯენს კიდევ 6 სართული დაამატა. 9500 კვადრატულიდან მიღებული შემოსავალი კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი იქნება. იფიქრიათ რომ უფრო მიმზიდველი ინვესტორისთვის არის, რომელსაც გამოუთავისუფლდა და იცით რა არის, ხა მე მესმის, მაგრამ ნახეთ ჩვენ რო ვიყოთ ახლა მფლობელი მიწის. ხო. მფლობელი ჩვენ არა ვართ. ხო, უბრალოდ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ვერც გადაწყვეტილი და ამავე დროს ის რასაც თავაზობენ, ჩვენთვის უკეთესია არა თქვა ტერიტორიულად, არამედ მისი ფართობით, მისი მასშტაბებით. მერაბ მეტრეველი სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსია. 87 წლიანი ტრადიციისა და ისტორიის მქონე სასწავლებლის ნაწილი ახლა საცხოვრებელ კორპუსში ქირით ფუნქციონირებს. არადა მისი ქონება შექმნის დროს 12 ჰექტარში ადგენდა. ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას სპორტის უნივერსიტეტის საკუთრებაში 32000 კვადრატული მეტრი იყო. დღეს კი მხოლოდ 7000 დარჩათ. როდეს აშენდა ეს უნივერსიტეტი? და ძალიან დიდი წინააღმდეგობა იმისა, რომ რატომ აშენებთ კალაგარეთ, არაფერი არ იყო გაშენებული. ანუ მნიშვნელობა ცენტრში იქნება თუ ხო, ნახეთ როგორ არის. ახლა ჭავჭავაძის 59-ში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მხოლოდ ეს აბრა და ერთადერთი მწვრთნელთა კათედრა შემორჩა. აბრაც გატეხილია, ესეც ნოშიკო ნამორაძის სამშენებლო კონსტრუქციით. ანუ ეს შემორჩა მარტო სპორტის უნივერსიტეტიდან ეს აბრა? არა, ეხლა აქ აშენებენ რა. აქ აშენებენ უნივერსიტეტს? კი, აი ეს სპორტის უნივერსიტეტის თანამშრომლებს ჯერ კიდევ გონიათ, რომ ინვესტორი ნამორაძე ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს და მათთვის დაპირებული შენობა მალე დასრულდება. თუმცა ადგილზე ჯერ მხოლოდ საძირკველია, რომლის სიღრმე და მასშტაბი ერთი შეხედვით სულ არ გავს პადელის კორტებს. ნოშრევან ნამორაძის ინტერესები უფრო მაღლა დგას დღეს სახელმწიფოში, ვიდრე სპორტული საზოგადოების და ზოგადად საჯარო ინტერესი. კარის ბიზნესმენებზე მორგება ხდება ამ პროექტების, მათ შორის ერთ-ერთი არის ნოშრევან ნამორაძე, მაგრამ ეს იმხელა პროექტია, იმხელა ინტერესები დგას, იმდენი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული და იმდენი ადამიანი, შეუძლებელია ეს მხოლოდ იყოს ნოშრევან ნამორაძის ინტერესი. ბიზნესმენები, ვინც ქუჩაში მყოფ ხალხს უპირისპირდება და ხალხის დარბევის, ცემის და წამების ორგანიზატორ ხელისუფლებას ემხრობა, სანაცვლოდ როგორც ჩანს დიდ პრივილეგიებს იღებენ. სამ პერიოდში მომიწია საქმიანობა, როგორც შევარდნაძის პერიოდში, ისე მიხეილ სააკაშვილის პერიოდში და ისე ეხლა და მსგავსი არასდროს არაფერი არ ყოფილა. ესეთი ლოიალური არასდროს არ ყოფილა მთავრობა ბიზნესისადმი. ეს მინდია საბანაძეა, City Mall-ისა და სამშენებლო კომპანია City Expo-ს მფლობელი. ეს ინტერვიუ საბანაძესთან ჩვენ 23 დეკემბერს კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჩავწერეთ. ამ დროს მას მთავრობისთვის მადლობა გადასახდელი ნამდვილად ჰქონდა, რადგან კობახიძემ საბანაძეს თბილისში Expo Georgias ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება მისცა. ამას არც გაბედავდნენ მეკონა, მაგრამ ყველაზე ცუდი საქმეა ახლა ქალაქისთვის ეს. ეს ავაზე ქალაქის მერიც არ უნდა ხდებოდეს. 51428 კვადრატული მეტრი მიწის დეველოპერულ ტერიტორიად განსაზღვრის შესახებ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი საპარლამენტო არჩევნებიდან 2 კვირაში 2024 წლის 13 ნოემბერს მოაწერა. მაშინ, როდესაც ხალხი ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა. კორპუსები ნააშენო საცხოვრებელი აქვე და დაანგრიონ. ყველგან მშენებლობა მიდის და აქაც რო რამე ეგეთი მოხდეს, ძალიან ცუდი იქნება. 66 წლიანი ისტორიის მქონე დიდუბის საგამოფენო სივრცეში, სადაც 1958 წელს აშენებული 11 პავილიონი დგას, მშენებლობის უფლების გაცემით კობახიძემ ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 17 ნოემბრის განკარგულების ანულირება მოახდინა. მინდია საბანაძე არავინ არ არის სამსახურში? არა. ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე ბიზნესმენი მინდია საბანაძე ინტერვიუზე ჯერ შეგვითარგდა, შემდეგ კი უარი გითხრა. ჩვენ გვინდოდა გვეკითხა, იყო თუ არა Expo Georgias ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მიცემა კობახიძის ჯილდო რეჟიმის მხარდაჭერისთვის. თხოვეთ რა, დაკავშირებას მეცვაც დაკავშირება. ამ რუკაზე Expo Georgias კუთვნილი ტერიტორიაა გამოსახული. ყავისფრად აღნიშნული რეკრეაციული ზონაა. წითელი ის ადგილია, სადაც ისტორიული საგამოფენო პავილიონებია განთავსებული. ყვითლად მონიშნული ტერიტორია კი, რომელიც პავილიონებს გარს აკრავს, ის მიწაა, სადაც მალე ბეტონის ჯუნგლები წამოიმართება.
City Expo მინდია საბანაძე მირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დღეს 2024 წლის 10 მაისს 15 საათსა და 47 წუთზე დაარეგისტრირა. დღემდე 30 წლის განმავლობაში ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერც ერთმა დეველოპერმა აქ მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღო. კობახიძის განკარგულებაში კი პირდაპირ წერია, რომ კალაძემ საბანაძეს მშენებლობის ნებართვა 250.000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უნდა მისცეს. რა კვლევებს დაეფუძნა ირაკლი კობახიძე, როდესაც საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე 30 წლიანი სამშენებლო შეზღუდვა მოხსნა, უცნობია. მთავრობის განკარგულებაზე თანდართული ერთადერთი დოკუმენტი მხოლოდ ტერიტორიის რუკაა, სადაც სამშენებლო მასშტაბია მონიშნული. სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ 1 მილიონი, რაც ზღვაში წვეთია და სასაცილო თანხა, იმიტომ რომ მინიმუმ 100-ჯერ მეტი უნდა იშოვოს კონკრეტულმა მშენებელმა და ჩდება აქაც კითხვის ნიშანი, რომ როდესაც გადაიხდის ეს 1 მილიონს, სადმე 10 მილიონი ან 100 მილიონი ხო არ მიაქვს შავი ფულის სახით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებაში განსაკუთრებით არჩევნების პერიოდშიც და არა საარჩევნო პერიოდშიც დიდი შავი ფულის მობილიზება ხორციელდება. საჯარო წყაროებში არ იძებნება არც ურბანული სააგენტოს დასკვნა და არც სატრანსპორტო მიზანშეწონილობის კვლევა. როგორც ჩანს, კანონით გათვალისწინებული ქმედებები მინდია საბანაძისა და ნოშიკო ნამორაძის მსგავს ბიზნესმენებზე არ ვრცელდება. მათ ოცნების ჯერ კიდევ მოქმედი ძალაუფლება იცავთ.